მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მეცნიერებო, პარლამენტის წევრებო, მოგესალმები ქალბატონ მინისტრს. ჩვენთვის საქართველოს პარლამენტისთვის, როგორც ბატონმა ვანომ აღნიშნა, ცოტა უჩვეულო და გამორჩეულად სასიამოვნო დღეა დღეს. ამ დარბაზში მოგეხსენებათ იმართება ხოლმე პარლამენტის კომიტეტების სხდომები, სადაც ვიხილავთ სხვადასხვა კანონპროექტებს და ვაკეთებთ საქმეს, მაგრამ ძალიან ხშირად ეს საქმე არის ხოლმე საკმაოდ კონფრონტაციულ ვითარებაში განხორციელებული ღონისძიება. ჩვენთვის დიდი პატივია და პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პარლამენტში ხდება სხვა ტიპის ღონისძიებები, არანაკლებ მნიშვნელოვანი, შესაძლოა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ღონისძიებები გარდა შინაარსობრივი დატვირთვისა, ფორმითაც, თავისი სტილითაც ჩვენ პარლამენტის წევრებს მიგვითითებენ და მიგვანიშნებენ ხოლმე, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობა. მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ამითი არ ვართ კმაყოფილი, რომ დღეს ასეთ კონფერენციას მასპინძლობთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიზანი და მიზეზი იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა პირველ რიგში ბატონმა ვანომ, ბატონმა ფრიდონმა და სხვებმა გადავწყვიტეთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში, განპირობებულია თავად თემატიკით. ვისაუბროთ ქართული ენის თუ ზოგადად ენის მნიშვნელობაზე, მე მგონი ეს ცოტა უხერხულიც კია ამ აუდიტორიის წინაშე. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ენის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე, რომ ენა გარდა კომუნიკაციის საშუალებისა, გარდა უმთავრესი ეროვნული კულტურული ფასეულობისა და ღირებულებისა, ენა არის კიდევ სახელმწიფო ენა, საქართველოს კონსტიტუციით გამოცხადებული სტატუსი. და ეს ორ რამეს ნიშნავს. იმას პირველ რიგში, რომ მას სჭირდება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მზრუნველობა და მეორე ის, რომ მას აქვს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა. სახელმწიფო ესაა გარკვეულ ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების ერთობა, რომლებსაც ერთმანეთის ესმით, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და სწორედ სახელმწიფო ენა არის ამისი უმთავრესი საშუალება. დღევანდელი ქართული სახელმწიფო, რომელიც ამ პარამეტრების თვალსაზრისით სერიოზულად ნაკლული სახელმწიფოა ჯერ კიდევ. ვინაიდან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ანუ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი და სერიოზული თემა. ჩვენი სახელმწიფო ნაკლულია იმითაც, რომ ჩვენი მოქალაქეების პრობლემები გვაქვს ჩვენ გადასაწყვეტი. და სულ მოკლე ხანში, 2 კვირაში, აქვე ამ შენობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა და მე ვნახოთ შესაძლოა ეს უფრო ფართო სამსჯავროზე იქნეს გამოტანილი მიგრაციული პროცესები საქართველოში, მისი გამოწვევები, საკითხები იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, როგორ უნდა გქონდეს მათთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობა და ასე შემდეგ. ამ რიგში ცხადია ქართული ენა და ქართული ენის მოვლა პატრონობა სწორედ ამ რიგში განსახილველი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია. ამიტომ გავკადნიერდით და შევთავაზეთ პატივცემულ მეცნიერებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, არნოლდ ჩიქოვავის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან, სხვა დაწესებულებებიდან, რომ გამოგვეყენებინა არა მხოლოდ პარლამენტის შენობა და დარბაზი ბევრი მოიძებნება საქართველოში, არამედ ის სტატუსი, ის შესაძლებლობები, რაც პარლამენტს გააჩნია. როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით და ბატონმა ვანომ უკვე ისაუბრა სახელმწიფო ენის შესახებ კანონის თაობაზე, ისე სხვა რესურსების თვალსაზრისით. ამიტომ იყო, რომ ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევხვდით იდეას იმის თაობაზე, რომ ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნის ძალიან სერიოზულ და დიდ და მასშტაბურ პროცესში ისევ და ისევ მოგრძალებული წვლილი შეგვეტანა და ეროვნული ბიბლიოთეკის მეშვეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტის გარკვეულ პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, შეგვეთავაზებინა ის რესურსი, რომელიც ბიბლიოთეკაშია, ეს იქნება ფიზიკური რესურსი თუ ინტელექტუალური რესურსი. და
რაღაცა ამითით ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ დიდ საქმეში. Რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჩვენ წუხვართ მერწმუნეთ იმის თაობაზე, რომ თქვენ ძალიან ხშირად წუხართ, როდესაც გვისმენთ, ან როდესაც კითხულობთ ჩვენს პროდუქტს, საქართველოს კანონმდებლობას. და იქ ნახულობთ ძალიან ბევრ ხარვეს ენობრივი თვალსაზრისით. გრამატიკა, სტილი, არ ვიცი, ტერმინოლოგია და ძალიან ბევრი რამ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე წუხვართ და ვიცით, რომ პარლამენტი ამ თვალსაზრისით შესაძლოა იყოს ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი ენისთვის, თუ ეს საქმე არ გამოვასწორეთ. იმიტომ რომ ჩვენს მიერ კანონში არასწორად ჩაწერილი ფრაზა თუ ტერმინი თუ სხვა ნიუანსები ენობრივი, ეს არ არის უბრალოდ ენის მორიგი დამახინჯება, რომელიც შეიძლება ჟურნალისტის გამოთქმაში ან თუნდაც წერლის და პოეტის გამონათქვამში ერთხელ მოხდეს და ის მერე მარტივად წავა, იმიტომ რომ სხვა მწერალი სხვაგვარად იტყვის, სხვა ჟურნალისტი სხვანაირად იტყვის და გამოსწორებადია. მაგრამ კანონში არასწორად ჩაწერილი ტერმინი აღარ არის გამოსწორებადი, იმიტომ რომ ის უკვე კანონია. იმიტომ რომ მე ყველა მოქალაქე, მოსამართლე, პროკურორი, ყველა ვალდებულია ასე წაიკითხოს, ასე გამოიყენოს, ასე იმეტყველოს. სხვა შემთხვევაში ის კანონს არ ღვევს, იმიტომ რომ კანონმა ასე დაადგინა. ამიტომ ვიცით, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ გვაქვს პოტენციალი ხელი შეუწყოთ საქართველოს ენის განვითარებას და მოვლაპატრონობას, ამასობაში ვართ გარკვეულწილად მომეტებული საფრთხის წყაროც და ამიტომ გვინდა, რომ თქვენთან ერთად ეს საქმე, ასე ვთქვათ, გამოვასწოროთ და ამას ძალიან ბევრი რამ ჭირდება. არ ყოფნის ამას დამატებით კვალიფიციური სპეციალისტების ვთქვათ, დაქირავება პარლამენტში. არც ის ყოფნის, რომ პარლამენტის წევრებმა თავად მიაქციონ ყურადღება მეტად ამ საქმეს. ეს მთელი ტექნოლოგიური პროცესია, საკანონმდებლო პროცესი, ამის თაობაზე ცალკე მოხსენებაცაა და ბატონი ზვიადი მოგვახსენებს მოგვიანებით თუ რა აკეთდება იმისთვის, რომ ფეხი აუწყოთ აი ამ ტექნოლოგიური პროცესის დანერგვას ენის განვითარების და ნორმების, ასე ვთქვათ, დამკვიდრების საქმეში და ამაზე ცოტა მოგვიანებით. მე მხოლოდ ორ თემაზე შევჩერდები კიდევ ძალიან მოკლედ, როდესაც ქართული ენის პრობლემებზეა ხოლმე საუბარი, ხშირად რაღაცა ისეთი მიდგომებიც იკვეთება ხოლმე, რომ აი სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, უნდა გამოიყენოს თავისი გარკვეულწილად სადამსჯელო აპარატი, რომ დავაწესოთ, თქვათ, მეტი ჯარიმა, რაღაც ენობრივი ნორმის დარღვევაზე, ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი მოთხოვნები. ან დავავალდებულოთ ვინმე, რომ აი 6 თვეში ენა ისწავლოს. თუ არა და რაღაცა ცუდი ამბები დაემართება. ან სამსახურს დაკარგავს, ან ასე იქნება, ან ასე იქნება. მოკლედ, რაღაც ეს სახელმწიფო როგორც ძალის ინსტრუმენტი, რომელიც აიძულებს ვიღაცას, რომ ენის ნორმები დაიცვას, ენა ისწავლოს, ენას გაუფრთხილდეს და ასე შემდეგ. ეს კანონის პროექტის განხილვის დონეზე ეს მიდგომა პარლამენტში იქნა ძალიან დასაბუთებულად უარყოფილი და ამ თვალსაზრისით მე მინდა ერთი უბრალოდ ესეთი წარმოვიდგინოთ ასეთი პარალელი გავავლოთ. რა იქნებოდა ვახტანგ მე-6-ს ქართულად წიგნის ბეჭდვის ნაცვლად სასჯელი რომ გაემკაცრებინა ენობრივი ნორმების დარღვევისთვის და თავის მოკვეთა დაეწესებინა იმისთვის, ვინც რა დაგვრჩებოდა ჩვენ. დღეს ჩვენ აღარ გვექნებოდა ქართული ენა და არც თავები აღარ გვექნებოდა მხრებზე. ესე იგი, სწორედ იმ ეპოქალურ მომენტში, როდესაც თუ არა ბეჭდური სიტყვის დამკვიდრება, მაშინ ქართული ენა გაქრებოდა და იმ დროისთვის ეს ტექნოლოგია იყო ზუსტად იმ ტიპის ახალი თემა, ახალი მოვლენა, რაზეც დღესაა საუბარი და ეს კონფერენცია და შემდგომი სემინარი ეძღვება ამ ყველაფერს. ასე რომ ჩვენ სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ. როგორ აუწყოთ ფეხი თანამედროვე გამოწვევებსაც და როგორ გამოიყენოთ თანამედროვე შესაძლებლობები, ტექნოლოგიები როგორ ჩავაყენოთ ენის სამსახურში, არა მხოლოდ მისი დაცვის, არამედ უკეთ შესწავლის, უკეთ გამოყენების, უკეთ გავრცელების და ასე შემდეგ. აი მაშინ მერწმუნეთ ძალიან ნაკლები პრობლემები გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ. და კიდევ ერთი ენის მნიშვნელობაზე თუ მის რაღაცა ესეთ
კულტურულ, ისტორიულ და კიდევ ძალიან ღრმა თემების საილუსტრაციოდ მე წამოვიღე ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩარჩოში ჩასმული მაქვს შენახული. მინდა წაგიკითხოთ და მისი პატარა ისტორიას გითხრათ. ეს არის ხელნაწერი 12 წლის ტარიელ ბულიანის და მან ეს გადმომცა რამოდენიმე თვის წინ. ჩემო თანანერგებო და თანაფესვებო, სულით და გულით მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფერეიდანში. მინდა ჩემ ტოლ ქართველ ბავშვებს უთხრათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქართული ენა და საქართველო და ირანიც. მრავალჟამიერ, ტარიელ ბულიანი. ეს არის საუკეთესო დემონსტრირება იმისა, თუ რა ძალა და რა დანიშნულებაა ქართულ ენას. 400 წლის განმავლობაში სამშობლოს მოწყვეტილი ქართველები რამ გადაარჩინა მათში ქართველობა ენამ. იმიტომ რომ ყველაფერი დანარჩენი მათ ჰქონდათ წართმეული, რაც აკავშირებს ადამიანს საკუთარ სამშობლოსთან და საკუთარ ქვეყანასთან. ამიტომ როდესაც ენაზე ვსაუბრობთ, ჩვენ რეალურად ძალიან ბევრ პატარა ტარიელზე ვსაუბრობთ, რომლებიც დღეს სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან მიმობნეული, არა მხოლოდ ცხოვრების სიდუხჭირის გამო, არამედ სხვა მიზეზების გამო და ჩვენ ამას წინ ვერ აღვდგებით და არ უნდა აღვდგეთ, ადამიანებს აქვთ უფლება გადაადგილდნენ, იცხოვრონ, მაგრამ ის რაც საქართველოს გადაარჩენს და რაც საქართველოს შეუნარჩუნებს თავის შვილებს, ეს არის პირველ რიგში ქართული ენა და ამიტომ მე მინდა გისურვოთ წარმატებული კონფერენცია, შედეგები ამ ყველაფრიდან მეცნიერული ნაღვაწი უნდა იქნეს მერე სათანადოდ ასახული ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამ თვალსაზრისით ჩვენი იმედი გქონდეთ პარლამენტის, რაც საჭიროა გავაკეთებთ და თავს შევიკავებთ ასევე იმისგან, რომ ზედმეტი პრობლემები გაუჩინოთ ქართულ ენას თუ იმ ხალხს, ვინც ამ სფეროში მუშაობს, იმიტომ რომ ასეც ხდებოდა ხოლმე და ასეც ხდება ხოლმე ხანდახან. დიდი მადლობა.